ბიძინა ივანიშვილი მას შემდეგ დაუპირისპირდა გიორგი ბაჩიაშვილს, რაც აღმოაჩინა, რომ ბიტკოინებით დიდი ფულის შოვნა შეეძლო. ეს თანაინვესტირების ფონდის ხელმძღვანელმა სააპელაციო სასამართლოში განაცხადა, სადაც რამდენიმე საათია მის საქმეზე სხდომა მიმდინარეობს. ბაჩიაშვილი ამბობს, რომ ივანიშვილთან საერთო საქმე არასდროს ჰქონია. ციხის საკანში მომხდარი თავდასხმის შემდეგ ის ტელეკამერების წინ დღეს პირველად გამოჩნდა. სააპელაციო სასამართლო კრიპტოვალუტის საქმეზე ბაჩიაშვილისთვის გამოტანილი 11 წლიანი პატიმრობის გასაჩივრებას განიხილავს. გიორგი კვიჟინაძე ესწრება განხილვას და მის შინაარსზე ვრცლად პირდაპირ ეთერში მოგვიყვება. გიორგი ბაჩიაშვილის სასამართლო პროცესი ცოტა ხნის წინ დასრულდა სააპელაციო სასამართლოში. ბაჩიაშვილმა დღეს ჩვენება მისცა სასამართლოს და დეტალურად გაიხსენა და ისაუბრა, როგორ მოხდა შეთანხმება მასსა და ბიძინა ივანიშვილს შორის და ასევე ქართულ ბანკს შორის. როგორც გიორგი ბაჩიაშვილი ამტკიცებს, ბიძინა ივანიშვილს მან მიმართა სთხოვნით და კითხვებით, რომ ბიტკოინების ბიზნესში სჭირდებოდა 5 მილიონი ამერიკული დოლარი და 5 მილიონი ამერიკული დოლარი სჭირდებოდა მას და უნდოდა რომ ქართულ ბანკისგან სესხის სახით აეღო. აქვე როგორც გიორგი ბაჩიაშვილი აცხადებს, შედგა შეთანხმება ქართულ ბანკსა და მას შორის და 5 მილიონი ამერიკული დოლარი ქართულ ბანკისგან მიიღო სესხის სახით გიორგი ბაჩიაშვილმა. ასევე არსებობს ეს სასესხო ხელშეკრულებას, რომელიც ადასტურებს, რომ ნამდვილად ეს იყო სესხი და არა ბიძინა ივანიშვილის ინვესტიცია კრიპტოვალუტაში. შესაბამისად გიორგი ბაჩიაშვილი ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილმა თავიდან საერთოდ არ იცოდა თუ რა იყო მაინინგი, რა იყო კრიპტო ბიზნესი და მისთვის რთულად გასაგები იყო ეს ბიზნესი. შესაბამისად, როგორც გიორგი ბაჩიაშვილი აცხადებს, დაარწმუნა ბიძინა ივანიშვილი ბაჩიაშვილმა, რომ ეს იყო მომგებიანი ბიზნესი და ქართულ ბანკისგან მას სჭირდებოდა სესხის სახით თანხა. გარდა ამისა, არსებობს საქმეში სატელეფონო საუბარიც ბიძინა ივანიშვილისა და გიორგი ბაჩიაშვილის, სადაც აქაც საუბარია ამ სატელეფონო საუბარში სწორედ სესხთან დაკავშირებით, რომ ბაჩიაშვილს ქართულ ბანკისგან სურდა სესხი და არა ბიძინა ივანიშვილის ინვესტიცია. ამასთან დაკავშირებით მათ შორის ბიძინა ივანიშვილის საუბარიც ისმის, რომ სესხთან დაკავშირებით არის ნამდვილად საუბარი სატელეფონო საუბარში და გიორგი ბაჩიაშვილმა აღნიშნული კომუნიკაციაც გაიხსენა სასამართლო პროცესში. ასევე მან თქვა, რომ ბიძინა ივანიშვილი მას შემდეგ დაუპირისპირდა, როდესაც გაიგო და დაინახა, რომ ბიტკოინებით შესაძლებელია ფული შოვნა და ეს არის მომგებიანი ბიზნესი. გარდა ამისა, ისაუბრობდა პოლიტიკურ მდგენელთან დაკავშირებითაც და ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილი მას თხოვდა რუსულ პროპაგანდაში აყოლოდა და დასავლეთისთვის და ევროპისთვის დაერტყა, რაზეც არ დათანხმდა გიორგი ბაჩიაშვილი და აქედან გამომდინარე დაიძაბა უკვე ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილისა და მის ყოფილ ფინანსის შორის ვითარება და ბაჩიაშვილს მიაჩნია, რომ ახლა როდესაც ის განსასჯელი სკამზე ზის და არის დაპატიმრებული, ეს ემსახურება პოლიტიკურ დევნას მის წინააღმდეგ ბიძინა ივანიშვილის მხრიდან. ძალიან ბევრი ადამიანს ერთად ეხმარებოდა. მე რა თქმა უნდა პირველად კი გავუსწავლე საქართველოს ბანკში, პირველი მივიდი ივანიშვილის ქართულ ბანკში და ბატონ ბიძინა ივანიშვილთან რომ უთხარებოდ, ანუ თუ შესაძლებელია გვავიღოს სესხი მაინინგისთვის. ვერსიით და დაახლოებით მაინინგი რა იყოს, არ იცოდა ეს მოთხოვნა რა არის. გამიშვა ბანკში მოლაპარაკე გაიარეს რისკები და ასე შემდეგ. შემდგომ ბანკის დირექტორმა ნატო უკვე ივანიშვილის სატელეფონო საუბარში თუ მოусმენ, რომელიც 30 მინუტის შედგა უკვე ბანკს გამოდიოდა რისკებს ყველაფერი და რისკები მოუწეს ივანიშვილს, რომ რაღაც რისკებს ხედავდა მანძილზე. აი, მოსი რა რისკებს ხედავდა, ეგეც გავიაროთ რა. რისკები არ იცოდნენ უბრალოდ ეს კრიპტო როგორ მუშაობს და რა არის. ანუ მათთვის ეს არაცნობილი ბიზნესია. საქმე როცა დაიწყეს შეძინავდა, როდესაც კერავდა ბატონის საქმეს, არ იცოდნენ და არ ჰქონდათ ეს სატელეფონო ჩანაწერი. და როდესაც ნოემბერში ეს სატელეფონო ჩანაწერი გამოჩნდა, სასწრაფოდ გააკეთეს მეორე ჩვენება. პირველ ჩვენებაში ივანიშვილს უწევია, რომ საერთოდ მე მინდოდა ბიტკოინის მაინინგი და გიორგის უხარე კომპანია მოეზია და მაინინგი გააკეთაო. თუმცა როცა გამოჩნდა ჩანაწერი, შემო შეცვალა, რომ გამახსენდაო, რომ მანამდე თუმცა გიორგის უნდა და მაინინგიო. და შემდეგ მე უარი უთხარი რამდენიმე ბანკსმუნებდაო და ბოლოს მე გავუკეთე ისეთი საქმე, როგორცაც მამაშვილს არ გაუკეთებსო და მე შევედიო პარ პროექტი წავარდიო ავახიეო. როგორც მამაშვილს არ გაუკეთებდა ისეთი საქმე გაუკეთებო და მე შევედი მაგ პროექტში. ეგ ყველაფერი არის თხოვნილი.
მას შემდეგ რაც სასამართლო პროცესი დასრულდა, მხარეებმა მედიასთან გააკეთეს კომენტარები. პროკურორი ამტკიცებდა, რომ გიორგი ბაჩიაშვილმა თავი არიდა დოკუმენტებზე საუბრისგან, ასევე პროკურორმა გიორგი ბაჩიაშვილის ჩვენება აღიქვა ისე, რომ თითქოს და დაადასტურა ბაჩიაშვილმა პროკურატურის ვერსია, რომ მისი წილი ამ ბიზნესში იყო $1,300,000 ამერიკული დოლარი, თუმცა ამას არ უარყოფდა გიორგი ბაჩიაშვილი არც ერთ ეტაპზე, რადგანაც ის თავიდანვე აცხადებდა, რომ $1,300,000 ჰქონდა მას ფული და დამატებით სჭირდებოდა $5 მილიონი ამერიკული დოლარი იმისათვის, რომ კრიპტოვალუტის ბიზნესი განეხორციელებინა. რაც შეეხება ადვოკატს, გიორგი ბაჩიაშვილის ინტერესების დამცველი აცხადებს, რომ საქმეში არ არსებობს არც ერთი დოკუმენტი, არც ერთი მტკიცებულება, რომელიც გიორგი ბაჩიაშვილის ბრალეულობას დაადასტურებს ამ საქმეში და მეტიც ადვოკატს მიაჩნია, რომ მტკიცებულებები, რომელიც მათ შორის პროკურატურამ წარადგინა და დაცვის მხარემ წარადგინა სასამართლოში, ადასტურებს საპირისპიროს, რომ ბაჩიაშვილმა ქართულ ბანკისგან $5 მილიონი ამერიკული დოლარი სესხის სახით მიიღო და ეს არ იყო ბიძინა ივანიშვილის ინვესტიცია. გიორგი ბაჩიაშვილმა სასამართლოს მისცა სრულყოფილი ჩვენება, რომელიც დაახლოებით გრძელდებოდა 2 საათნახევარი. აქვე მინდა ხაზგასმით აღვნიშნო ერთი დეტალი, რომ გიორგი ბაჩიაშვილს კანონმდებლობით ჰქონდა უფლება, რომ საერთოდ არ მიეცა ჩვენება სასამართლოსთვის, ეს მას განემარტა კიდეც, მაგრამ სწორედ იმის გამო, რომ გიორგის ერთადერთი ინტერესი არის ობიექტური რეალობის დადგენა, მან ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა სასამართლოს, ეს ეხებოდა როგორც პირად მოლაპარაკებებს დაზარალებულთან, ასევე ურთიერთობას ბანკთან, სესხის გაცემას, გასტუმრებას და ასე შემდეგ. შესაბამისად, ამ ჩვენების შემდეგ საერთოდ კითხვის ნიშანი არ არსებობს იმასთან დაკავშირებით, რომ საქმე ჰქონდა ჩვეულებრივ საბანკო საკრედიტო ხელშეკრულებასთან, რომლის გადახდაც მოხდა სრულად თუ არ ვცდები 2017 წლის დასაწყისში და შესაბამისად 2025 წელს 8 წლის შემდეგ ამ ფაქტის სისხლის სამართლებრივად შეფასება უკვე ვეღარ უძლებს იმ კრიტიკას, რაც დადგენილი არის სამართლებრივი პროცედურებისთვის. ყველა არსებით კითხვაზე მარტივად რო ვთქვათ, პასუხი თავი არიდა და მხოლოდ საუბარი იყო ზოგად განცხადებებზე. ასე პარადგინა კონკრეტული დოკუმენტაცია, სადაც ძალიან დიდ წინააღმდეგობაში მოდიოდა მის საჯარო განცხადებებთან, ასევე სასამართლო პროცესებზე მის მიერ დაფიქსირებულ პოზიციებთან. ამაზეც ბუნებრივია ვერანაირი ახსნა მან ვერ გააკეთა. გიორგი ბაჩიაშვილის საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში მოულოდნელად დაჩქარებულად ჩაინიშნა. ადვოკატებს მხოლოდ 2 დღით ადრე შეატყობინეს, რომ სასამართლო პროცესი ჩაინიშნა სააპელაციო სასამართლოში. რეალურად სხვა შემთხვევებში 2 კვირით ადრე ხდება მხარეების ინფორმირება სასამართლო პროცესის თარიღის ჩანიშვნასთან დაკავშირებით. გიორგი ბაჩიაშვილმა ასევე პროკურორ მიხეილ სადრაძეს დღევანდელ სასამართლოს ხდომაზე დაუანონსა, რომ მოვა დრო და ის აღმოჩნდება თავად ბრალდებულის და განსასჯელის სკამზე, რადგანაც ის ასრულებს ბიძინა ივანიშვილის და ქართული ოცნების უკანონო დავალებებს. რაც შეეხება თვითონ ფაქტს და სასამართლო პროცესი, გიორგი ბაჩიაშვილმა ისაუბრა ასევე მასზე განხორციელებულ თავდასხმასთან დაკავშირებით საპატიმრო დაწესებულებაში და ასევე აბუ-დაბიდან საქართველოში მის ჩამოყვანასთან დაკავშირებით და ისაუბრა გამოძიების უმოქმედობაზე. საგამოძიებო უწყებას გიორგი ბაჩიაშვილი არც ერთ ამ ფაქტთან დაკავშირებით გამოკითხულიც კი არ ყავს.